მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა კაპიტან ანა და მადლობა რომ გვესწრებთ. კაპიტან ანა, ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების დელეგაცია სტუმრობს საქართველოს და მოდით ამით გავხსნათ ჩვენი ინტერვიუ. თბილისში იმყოფებიან გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა საამისოს წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ შეხვდნენ როგორც ხელისუფლებას, მათ შორის უშუალოდ მაკა ბოჭორიშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორს. აი შეხვედრით კმაყოფილნი არიან ქართულ ოცნებაში, როგორც მათი მხრიდან ვისმენთ. ვაიმარის სამკუთხედის დელეგაციასთან ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა, განიხილეს ყველა საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და აღელვებს ევროკავშირსაც. აი რა ჭრილში უნდა დავინახოთ ვაიმარის სამკუთხედის დელეგაციის ჩამოსვლა. აი ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ უფრო მეტი, ვიდრე მედია ვიცით, რა კითხვებით და მესიჯებით არიან ჩამოსულნი გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო უწყების წარმომადგენლები. მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ზოგადად ბოლო 2 თვე დაახლოებით რაც ხდება, ამის კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ჩამოსვლაც. ჩვენ უნდა შევხედოთ ამერიკელების გააქტიურებასაც დაახლოებით 7-8 თვის შემდეგ, რაც პასიურობა იყო მეტნაკლებად, ასევე ევროპის, ასევე რუსეთის წარმომადგენლების განცხადებებს, რომელიც მუქარებს, უფრო სწორედ სიგნალებს, მინიშნებებს, ვიდრე პირდაპირ მუქარას, რომელიც გაისმა იქიდან. რა ხდება? ყველაფერი გათვლილი იყო იმაზე, რომ ომის დაწყებისთანავე რამდენიმე დღეში თუ არა და თვეში რუსეთს უნდა მოეგო უკრაინის ომი. ეს გათვლა იყო გაკეთებული არა მარტო რუსეთში, არამედ რუსეთის მოკავშირე სატელიტებში. მე ეჭვი მაქვს, რომ ის ძალიან მძაფრი დაპირისპირება დასავლეთთან, რომელიც ჩვენ განვიცადეთ 2 წლის განმავლობაში და პლუს რეპრესიები ადგილზე, ეყრდნობოდა სწორედ ამ გათვლას, რომ პუტინი მალევე მოაგვარებს უკრაინას, გაძლიერდება უკრაინის კიევს, ანუ გათვლა იყო ხომ გახსოვთ, რომ კიევის ტერიტორია უკრაინა ნახევრად გაიყოფა, აქეთა ტერიტორია, როგორც თავის დროზე გაკეთა გერმანიასთან მიმართებაში და ამ პირობებში შესაბამისი დაპირებები იყო გაცემული ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდით, აი ამ შემადგენლობით, შესაბამისად მან თავიდან ბოლომდე, ესე იგი ძალიან მწვავე თავდასხმა აი ამ გეგმის ფარგლებში მიიტანა დასავლეთს. მაგრამ როგორც ხედავთ, ეს გეგმა არ შესრულდა. ქვეყნის შიგნითაც ამან მოიტანა ძალიან სერიოზული საფუძვლის გამოცვლა ქართული ოცნებისთვის. ეხლა რეალობა რომ ვთქვათ, ხო წინა არჩევნების დროს ქალბატონო ლელა ქართულ ოცნებას კვლევების ეგზიტ პოლებს დავეხმოთ, ნუ დავეხმობით არჩევნებს. ეგზიტ პოლების მიხედვით 35% მაინც ჰქონდა ქართულ ოცნებას მხარდაჭერა და აი იმ რეპრესიების გამო რაც გაკეთდა, ეს მხარდაჭერა 20%-ზე ჩამოვიდა. თვითონ თავისთავად დაიზიანეს ძალიან. ახლა მე ვფიქრობ, ქართული ოცნება მზად არის, ამბობს კიდევაც, რომ ისევ დაახლოვოს და ათბოს ურთიერთობა დასავლეთთან რაღაცა ფორმით. ამაში გულწრფელი გონიათ მმართველი პარტია, როდესაც შესაბამის განცხადებებს ისმენთ ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან? არაფერი ამაში გულწრფელი, რა თქმა უნდა, არ არის. ეს არის იქნება გადარჩენის მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რატომ? იმიტომ რომ როგორც ყველაზე კარგი მაგალითი კავკასიაში აქ არის სომხეთი. თავარი მოკავშირე რუსეთისა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი იყო დასუსტებული, გადამწყვეტ მომენტში ყარაბაღთან მიმართებაში რუსეთმა დახმარება აღარ აღმოუჩინა. რუსეთი არასანდო მოკავშირეა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს ახლა სჭირდება ისევ აქეთა მხარის, ფლანგის ხიდების გახსნა და იმიტომ იყო, რომ ამ შემთხვევაში სხვათა შორის დიდი თავდასხმა ამ დასავლურ დელეგაციაზე არ მოხდა. მე შეგახსენებთ, რომ ეს ის მთავრობაა, რომელმაც ფინეთის პრემიერი დააჯარიმა, იმიტომ რომ ის რუსთაველზე მივიდა. იგივე შალვა პაპუაშვილია, სხვა ხო არ არის. მაგრამ ახლა საჭიროებები სხვა არის. დასავლური სახელმწიფოების მხრიდან აღარ ისმის მაინდა-მაინც დიდი კრიტიკა ქართული ოცნების მისამართით და ამაზეც მინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ აი ოპოზიციაშიც წამოვიდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ ქართულ ოცნებაზე ზეწოლა არის შესუსტებული და შესაბამისად ეს პროცესი თავიდან არის დასაწყები, ქვეყნის შიგნით პროტესტის გაფართოება, როგორც ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, ეს ერთია, თუმცა მეორეა ის, რომ გარედანაც უნდა გაიზარდოს პოლიტიკური წნეხი. აი თქვენ ამ თვალსაზრისით რას ფიქრობთ? აი პროტესტის გაფართოებაზე მინდა რომ ცალკე ვისაუბროთ, თუმცა იქამდე რამდენად იზიარებთ ხელისუფლების მისამართით ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ხო აი ქართულ ოცნებაზე წნეხი ბოლო
თვეების განმავლობაში უფრო შესუსტებულია. ფიქრობთ თუ არა რომ ეს არის ასე და ფიქრობთ თუ არა რომ პირიქით უნდა იყოს? არა, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. პირდაპირ წყაროებიდან ვამბობ. იქიდან გამომდინარე, რომ აი პირდაპირ შეხვედრებიდან იქ შინაარსობრივად არაფერი არ შეცვლა, ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ. თუ ეს არის სუფთა მოლაპარაკებების ტექნიკის საკითხი. იმ მომენტში, როდესაც საუბარი არის, რომ შენ მეორე მხარეს თუნდაც დაპირისპირებულ მხარეს მტერს აპირებ რომ დაელაპარაკო, აქედან თავდასხმები უნდა გააჩერო, ეს არის წესი. თან თავდასხმები, ანუ დროებითი ზავი, როგორც არის დიპლომატიაშიც არის, ისევ არის სამხედრო ხელოვნებაში, ხო? ანუ, როდესაც დღეს შეიძლება აღარ გამოდის ბრიუსელიდან რაღაცა სასტიკი განცხადება, ეს არაფერს არ ეს იმიტომ, რომ პარალელურად მათი მინისტრები აქ არიან ჩამოსულები, რომ რაღაცა გზა იყოს ნაპოვნი. ამიტომ არაფერი შესუსტებული არ არის, მინდა შევახსენოთ, რომ და ალბათ ერთი თვეა გასული, რაც თავარი პროპაგანდისტური ტელევიზია, რასაც ვითხოვდით 2 წელზე მეტია, ახლა ხანს გაზაფხულზე არის იყო დასანქცირებული დიდი ბრიტანეთის მიერ. ვეღარ მაუწყებლობს და ვეღარ აგრძელებს იმედი მუშაობას ისე როგორც ეს იყო, თუ აი რეალურად აი კიდევ ერთხელ მივდივართ იქამდე, რას ცვლის სანქციები? კი, მე და ასევე შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ იყო მე მქონდა გამოსვლა ნიდერლანდების პარლამენტში. ეს იყო ღია გამოსვლა თავიდან ბოლომდე და სწორედ ანუ ეს გამოსვლა არ მოეწყობოდა რომ უნდოდეს რომელიმე ევროპულ ქვეყანას ევროკავშირს რომ უნდოდეს ურთიერთობების დათბობა. პირიქით იქ საუბარი იყო იმაზე, რა ნაბიჯები შეიძლება იყოს გადადგმული და ეხლა იქნება კიდე ერთი დიდი შეხვედრა, როდესაც სადაც საუბარი იქნება, რომ აგერ მე-20 პაკეტია სანქციების რუსეთის მიმართ და საქართველოს მიმართ არის მიღებული მარტო ეს ზომა, რაღაცა რომელიც ეხება დიპლომატებს. ნახეთ რა საქმე რაშია. ეს მთელი პალიტრა საშუალებების ევროკავშირს აქვს და მათ ეს საშუალებები არ გამოუყენებიათ, იმიტომ რომ ნამდვილად არ უნდათ რომ საქართველოს დაიკარგოს და რკინის ფარდის მიღმა დარჩეს. აი 21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებიც გადის, რა თქმა უნდა, თუმცა აი ამ სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც კიდევ ერთხელ განიხილავენ და ჩვენი თემა, ჩვენს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხი უკვე გაწერილია საგარეო საქმეთა მინისტრების დღის წესრიგში. აი რა გზავნილები უნდა, რა გზავნილებს უნდა ველოდოთ ბრიუსელისგან მორიგ ჯერზე თქვენი აზრით? ამ შემთხვევაში ეს საკითხი გაჟღერდება, იმიტომ რომ რიგითობით შემდეგი თემა ყველა შეხვედრაზე ამას გვეკითხებიან, რომ რას ფიქრობთ, რა შედეგი მოყვება უვიზოს გაჩერებას, უვიზო მიმოსვლის გაჩერებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმ ბევრი, ნახეთ, რუსეთის მიმართ არის, რა ვიცი, 22 ზომა. იქ ბანკებიც არის დასანქცირებული და ჩვენ შემთხვევაში ერთი საუბარი იყო ყულევის ნავთობტერმინალის და ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული ზომა არა რუსული ქვეყნის მიმართ, ანუ რუსეთის მიღმა ქვეყნის მიმართ, კინაღამ ჩასვეს და ბოლო წამში მოლაპარაკებების შედეგად ქართული მხარის დაპირებების შედეგად ეს ზომა იყო ამოღებული. ანუ ეს საშუალებები, ინსტრუმენტები ევროპაში დევს. ამაზე უვიზო მიმოსვლა არის სერიოზული საკითხი ბერკეტი, რომელიც ევროპას აქვს, უვიზო მიმოსვლის გაჩერება და აქ რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია და ოპოზიციის უმრავლესობის პოზიცია არის, რომ ამის გაკეთება საქართველოს მოქალაქეებისთვის არ შეიძლება. მაგრამ ქართულ ოცნებამაც იცის გაბატონო ლელა, რომ ამის გაკეთება უდრის ქართული ოცნების ხელისუფლების შეყანყალებას, რა ვიცი მე, უსერიოზულესი საფრთხის შექმნას მათთვის. არა ციდან, არამედ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც დაკარგავენ ელემენტარულად კვების საშუალებას, ხო? ამიტომ ეს ის შეხების წერტილია, სადაც შეიძლება და მე დარწმუნებული ვარ, სადაც იქნება ახალი არჩევნები და სადაც გამოვლენ ჩვენი სინდისის პატიმრები. ეს იქნება საშუალება. შეიძლება ქართულმა ოცნებამ ეს ცოტა სხვანაირად გააკეთოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გველის გაზაფხულს. არა და აგერ რუსეთში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს პირიქით ეკონომიკურად მაშინ გაუჭირდება, თუ საქართველო ისევ დაიწყებს სვლას ევროკავშირისკენ და მარია ზახაროვას განცხადება გავაცნოთ, მოდით მაყურებლებს, რადგან ამ თემას შევეხეთ, ის ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და მოსკოვს შესაბამისად მოუწევს საქართველოს შეყვანა არამეგობრული ქვეყნების სიაში. აი
როგორ უნდა შეფასდეს ის განცხადებები, რაც მოსკოვში კეთდება და რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება რუსეთის მხრიდან ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით, რომ არანაირი დიალოგის განახლებაზე და ამ პროცესის შეჩერებული პროცესის აღდგენაზე არ იფიქროს ევროკავშირთან. ეს ცალსახად მინიშნებაა, ცალსახად მიუხედავად იმისა, რომ ახლა რომ უყურებთ განცხადებებს უკრაინის მიმართაც, რომლის დამსახურებითაც ხდება ყველაფერი რაც ხდება, რომლის სამხედრო ძალისხმევის შედეგად რეალურად თავისუფალი სამყარო თავისუფლად რჩება, ხო? უკრაინის მიმართაც ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ამბობს, მათ შორის პიტერ მადიარმაც თქვა, რომ ის მომხრე არის, რომ ყველა საქმე პროცედურა საფეხური უკრაინამ დაჩქარებულად კი არ გაიაროს, არამედ გაიაროს როგორც საჭიროა. საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა 2030-ისთვის არის რეალურად და მე ამ საკითხებში მონაწილეობ უკვე ბევრი ქვეყანა, რომელიც მომზადებულია გასაწევრიანებლად. თავარი იყო, რომ საქართველო აქედან არ ამოვარდნილიყო და ქართული ოცნების დამსახურებით ამოვარდა. და ანუ გაწევრიანებაზე არის, აქ არის მინიშნება, რომ აი ეს მინისტრები ხა ჩამოვიდნენ, ვინც იყო ჩამოსული, ეს იყო მაღალი, ეს არ იყვნენ უბრალოდ საქართველოს საკითხის კოორდინატორები, ხო, ეს იყვნენ მაღალი თანამდებობის პირების სამი ძალიან დიდი ქვეყნიდან ევროკავშირისა. შესაბამისად, ეს იყო გაფრთხილება. რა არის ეს? რუსეთი არის არასანდო პარტნიორი. ის სცენარი, რომელიც დაიწერა კგბ-ს მეხუთე განყოფილებაში და მიეცა ბიძინა ივანიშვილს, რომ 2022-დან არ დაგვავისდეს, ხო, ეს ხდება აქედან. თქვენ აქეთ გადმოუხვევთ იმათ და არტყავთ, ჩაიხსნებით თავიდან ბოლომდე და ამასობაში პუტინი დაალაგებს უკრაინას და ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ როგორც ზღაპრებში ჭირი იქა ხინი აკა ეს არ გამოვიდა ხო და ეხლა ეს მუქა რა არის რომ თუ თქვენ ნაბიჯებს დასავლეთისკენ გადადგავთ ჩვენგან პრობლემები შეგექმნებათ უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ დღევანდელი რუსეთის მდგომარეობა ძალიან რუსეთს არ აქვს შეიძლება მადა აქვს მაგრამ შესაძლებლობაა რომ მადას მიყვეს მას ეს შესაძლებლობა დღეს არ აქვს ფაქტია, რომ უკრაინაში ნამდვილად უჭირს ომის დასრულება იმ შედეგებით, როგორც თვითონ სურდა და წარმოედგინა. რაც შეეხება ქართულ ანამ იმას, რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ რელსებს დაუბრუნდეს და რაც შეეხება ქვეყნის შიგნით პროტესტის გაძლიერების მნიშვნელობას ამ კონტექსტში, რაზეც მუდმივად არის ოპოზიციურ სპექტრში საუბარი, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ საუბარი. აი რა გონიათ მიზეზები იმის, რომ საპროტესტო აქციების საჭიროებას ხედავთ და ყველა ვხედავთ, თუმცა ვხედავთ იმასაც, რომ თვეები და უკვე ბევრი დრო გადის, თუმცა ხალხის ხმა აღარ ისმის და ეს საპროტესტო ტალღა არათუ ვეღარ იზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება შეეგუა და ასე ვთქვათ, პროტესტიც ჩაცხრა თუ ეს ნიშნავს რას? ცალსახად არა, გუშინ ვიყავი მე ზუსტად ერთადერთი პოლიტიკოსი ვიყავი მორიგჯერ და ახლა ვიტყვი ამას რატო აღნიშნავ, არ ვამბობ ჩემთვის, ხებით? იმიტომ რომ ერთადერთი პოლიტიკოსი რო ვიყავი, რომელიც ჩავიდა, როდესაც წყალდიდობით დაიტბორა მოსახლეობა რამდენიმე კახურისობელი ლაგოდეხის რაიონში, ეს არის ზუსტად დიაგნოზი იმისა, რაზეც ხალხი დღეს ბრაზობს. თავად მომხრეები აი ამ ოპოზიციური პარტიების და მე ამ შენიშვნებს ჩემ თავზე არ ვიღებ. საჭიროებაზე არ არის ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ოღონდ ეს ახალი პრობლემა არ არის. ახლა იქიდან გამოვიდნენ და თქვეს, რომ რაღაცა დღეს არის ეს პრობლემა. ნახეთ, წინა კვირას იყო ადამიანების აქვთ სერიოზული პრობლემები, თვითონ ცდილობენ რომ ეს დააყენონ. აქ არის საუბარი, აი გაგვიძვირდა ცხოვრება 30% სემექსში, ხო? იქ არავინ არ იყო. ძაღლების მიუსაფარი ძაღლების პროტესტი გრძელდება, მას ხარს პირველი მე ვგულისხმობ ლიდერებს, ვისაც ხალხი ცნობს, არ ვგულისხმობ ახლა იქ პოლიტიკურ აქტივისტებს. რატო ეს არის ძველი პრობლემა? სნობიზმი ქართულ ოპოზიციაში არის ძველი პრობლემა და მე გაგახსენებ 20 წელს, როდესაც არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ახლაც აქტიურად არის, დასცინა ამ მომრჩეველს, მე მაშინ მას არ ვუპასუხე, იცით? იმიტომ რომ არ მეგონა რომ მე დამცინოდა და როდესაც მან თქვა რომ ტეხასის გადასახადის გადამხდელმა სტიპენდია რო დაგიფინანსა, რა უნდა ამ ადამიანს დიდუბეში? ეს თქვა. ეს დაცინვა იყო დიდუბელებზე. არჩევნები ქონდა ჩვენ დიდუბეში უღურეთში და ეს იყო ჩემი აზრით იმ სნობიზმის გამოხატვა, რომელიც ახასიათებს ქართულ ოპოზიციას.
ეს ჩვენ არ აი გვეხება. ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელიც 9 პარტიისგან არის წარმოდგენილი, დაიწყო ახლა ხანს ეროვნული მობილიზაციის კამპანია, რომელიც გულისხმობს სწორედ შეხვედრებს საქართველოს სხვა ქალაქსა და სოფელში, ისე როგორც გულისხმობს საპროტესტო აქციების მოწყობასაც, როგორც თბილისში, ისე სხვა დიდ ქალაქში. ამ პროცესზე რას ფიქრობთ? როგორი სტარტი აქვს, მოდით ასე გითხრათ, ოპოზიციურ ალიანსს, რომელიც აპირებს, რომ აი ზუსტად ის პრეტენზია გაითვალისწინოთ, რაც ისმის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით, რომ არ ხდება ხალხთან ინტენსიური კომუნიკაცია და ოპოზიციის დღის წესრიგში ხალხის საჭიროებებზე აქცენტირებული და ორიენტირებული საკითხების შემოტანა. იცით, რომ პარტია ხალხისთვის ცალკე არის ამ შემადგენლობიდან ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, მე ვარ და ვიქნები უფრო ჩქარა ლაგოდეხის და საქართველოს ნებისმიერ სოფელში ვიდრე ადგილობრივი მიძინებული გამგებელი. ეს არის ჩემი ამოცანა. ლაგოდეხში ეს ასე გავაკეთე. თუმცა სხვებზე რას ფიქრობთ? თქვენ ამბობთ სხვებზე ჩვენ მე მაგათთან კი, აბსოლუტურად თავიდანვე მე ვარ სახალხო პოლიტიკის მომხრე და მთავარი ნახეთ, ეხლა დღეს მათივე მომხრეები არიან უკმაყოფილოები, იმიტომ რომ ყოველთვის ამას ვამბობდი, რომ ოპოზიცია რო გამოდის და ისეთ საკითხებზე საუბრობს, რომელიც ხალხს არ ეხება. ეხლა ნაციონალურ მოძრაობის ერთობასთან მე შეხება არ მაქვს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ერთობა, მე მას ხავს თავისი მომხრეები, რაც უნდათ ის გააკეთონ, მე მაქვს მუშაობ იმ ხალხთან, რომელიც საკუთარ თავს ხედავს ქართული პოლიტიკის მომავალში და მომავალში, ნახეთ, ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი ორივე წარსულია ქალბატონონელა. მე არ მინდა დაბრუნება არც 2012-ში, არც 2004-ში. ეს არ ნიშნავს, რომ იქიდან რაღაცები არ უნდა გავითვალისწინო. ყველაზე კარგად ვიცი თუ ვინმე არის, ოღონდ ხელები არ დამისურია იმაში. კარგი რა იყო, წერდი ამაზე და წერ კიდევაც. ორივე ხელისუფლების დროს და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა წარმოვიღოთ. ახლა გავითვალისწინებ, დავასრულებ თუ შეიძლება. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე არათანმიმდევრული პოლიტიკოსია, საერთოდ ამ ბოლო დროს მის ხაზგასმას, რომ ახალი პარტიები უნდა შემოვიდნენ, არ ვიზიარებ, იმიტომ რომ მაგალითად ახლა უზენაესი საბჭოს წევრი ადამიანი, რომელიც იყოს საქართველოს რესპუბლიკის დაფუძნებასთან, ის ახლა ახალი რო არ არის, ამიტომ იმაზე უარი უნდა ვთქვა და ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების აქტივისტთან ან კარგ გამგებელთან, იგივე ლაგოდეხში თუ იგივე მარტვილში უარი უნდა ვთქვა. სხვაჯერ რადგან სალომე ზურაბიშვილამდე მივედით, თქვენ სხვა პრეტენზიებიც გაქვთ მეხუთე პრეზიდენტის მიმართ, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ დაწერეთ, გამოაქვეყნეთ პოსტი სოციალურ ქსელში, მისგან კონკრეტულ კითხვებზე მოითხოვეთ კონკრეტული პასუხები, ისე როგორც ამბობთ ამავე პოსტში, რომ ზურაბიშვილი მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი გზით ცალმხრივად ეურთიერთობება ხალხს, რაც არადემოკრატიულია. იქნებ ესეც უთხრათ მაყურებლებს, რას ერჩით უკვე ამ კუთხით სალომე ზურაბიშვილს, რა არის ის კითხვები, რაზეც პასუხები გინდათ და რატომ დაიმსახურა თქვენი კრიტიკა მეხუთე პრეზიდენტს? საქმე იმაშია, მთავარი ამას ადრეც ვამბობდი, მთავარი არის ის, რომ ის არის ზუსტად თავისი ქმედებებით და ამ ქმედებებში იგულისხმება სამი უსერიოზულესი დანიშნა ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო კადრების. ნახეთ, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა მოიტაცა სამი ინსტიტუტის მეშვეობით. ეს არის სასამართლო, ეს არის ეროვნული ბანკი და ეს არის CSKO. სამივე ამ ინსტიტუტის გადაწყვეტილების მიმღები და ხელმძღვანელი დანიშნა სალომე ზურაბიშვილმა. გიორგი კალენდარიშვილი შეარჩია დანიშნა სალომე ზურაბიშვილმა CSKO-ს თავმჯდომარე, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის თავმჯდომარე და თავარი ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო, რომ ამ შემადგენლობაზე ფარცხალაძეზე და იმაზე სანქციები არ გავრცელდებიან და მათ ლარის გარეშე შემოიტანეს მილიარდიანი ქონება ქვეყანაში. თქვენ და მე 300 ლარს რო ვუკვეთავთ, იმაზე გადასახადს ვიხდით და ადამიანმა მილიარდობით ქონება შემოიტანა, ლარი არ გადაიხადა ბიუჯეტში. ეს გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ შერჩეულმა და დანიშნულმა ადამიანმა და მესამე, ყველაზე სერიოზული, ეს არის სასამართლო. მთელი რეპრესიები დღეს ხორციელდება
სასამართლოს მეშვეობით, აბა რითი არის ეს ხალხი ჩვენი სინდისის პატიმრები დაჭერილი. საბოლოო ჯამში საუბრობ ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ქართული ოცნების პოლიტიკას, როცა დაინახა, რომ არასწორი გზით დაიწყო ხელისუფლებამ სიარული. აი დღეს ის აღარ არის, ხო, ამ გუნდის ნაწილი, ღიად არის გამიჯნული და კონფრონტაციაში იმყოფება ქართულ ოცნებასთან. აი დღეს როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც თქვათ, რა გადაწყვეტილებებით გარკვეული პერიოდის წინ მიუღია. არა, ის არის ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, ის შესაბამისად პოლიტიკურად აქტიურია, ხო არ არის პოლიტიკიდან გაზული. ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკოსია, შესაბამისად ამ მსჯელობას პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ ექვემდებარება. არ მithქვამს მისი უარყოფითი როლი პროტესტთან მიმართებაშიც. ესე იგი, დაცაწყისშივე ამბობდა ცალსახად, რომ არჩევნები გაყალბდა, ვინც ამ პარლამენტში შევა, ვციტირებ, ის შევა რუსეთში, ეს გვეუბნებოდა ჩვენ, მაგრამ ამის პარალელურად პროტესტი იმ დასასრულამდე და იმ გზამდე, რაც მოიტანდა შედეგს, მან ვერ მიიყვანა, როდესაც ყველაზე სერიოზული ნაბიჯები იყო. თუ ამაზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა აიღოს. შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, თუმცა არა მხოლოდ მან. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აიღოს. მე ამ შემთხვევაში განვიხილავთ მის ნაბიჯებს, მაშინ ის იყო პრეზიდენტი, მაშინ ის მოგვიწოდებდა, როგორც ახლა მოგვიწოდებს, უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკოსი აიხლა და მაშინ იყო პრეზიდენტი და მან ნახეთ მიპასუხა ამ პრეტენზიაზე, როდესაც მან არ ჩაება სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში. შვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არის, რასაც აკეთებს პროტესტი 2 წელია და თურმე ის არ იზიარებს იძახის, რომ არეულობას და არჩევნების გარდა გზას, ინსტიტუტების გარდა გზას მე არ ვიზიარებო. მაშინ რას ვაკეთებთ? ამდენი ხანია რუსთაველზე და ხალხი ტროტუარზე რასაც აკეთებს ტროტუარზე დგომისთვის, ვინც არის ციხეში და იმისთვის, რომ აწყობს მანიფესტაცია, ის აწყობს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას. ბაბაც და ჩიჩიაც არ შეიძლება გესმით? თუ ხარ ინსტიტუტების მომხრე და ამბობ, რომ ხარ ინსტიტუტების მომხრე, კი ბატონო, მაგრამ თუ ჩვენ გვეუბნები, რომ შენ ინსტიტუტში არ უნდა შეხვიდე, მაშინ ბრძოლაში გამომყევი შუა გზაში 29 დეკემბერს მას ჰქონდა საპრეზიდენტო იმუნიტეტი, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ ოიძახის არეულობა, არა, მას ვერავინ ვერ იმპიჩმენტს ვერ გაუკეთებდა ვერავინ, იმიტომ რომ უმრავლესობა ქართულ ოცნებას არ ჰქონდა. ის იმპიჩმენტისთვის საჭირო უმრავლესობა 20-24 წლის დეკემბერში. ჩვენ ვიყავით 66 ოპოზიციონერი, ყველას ჰქონდა იმუნიტეტი და არც ერთი კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, დრაკონული, მიღებული მაშინ არ იყო და ამ მომენტში მან გადაწყვიტა, რომ ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში არ შესულიყო. ანუ ათონელის სასახლიდან არ უნდა გამოსულიყო ამას ამბობ. ეს იყო, ნახეთ, ეს იყო, ამას ვამბობდი მე მაშინ და თუ ჩვენ გვინდოდა შედეგი და არა ამ ყველაფრის გადასვლა და ქართული ოცნებისთვის მიცემა დროის, ნახეთ რა მოხდა, მაშინ მე ვთქვი. ამის შემდეგ ჩვენ გადავალთ მარათონში ქართულმა ოცნებამ იანვრიდან 20-25 იანვრიდან, იცით რა, მე ამაზე წიგნს წერ და იმიტომ კარგად მაქვს მოკლეული და სიამოვნებით ყველასთან ერთად გავივლი ამ კალენდარს. 20-25 იანვრიდან ქართულმა ოცნებამ მიიღო დრაკონული კანონები, ჩვენ ყველანი გაგვიყვანა პარლამენტიდან 5 თებერვალს ამერიკული ადმინისტრაცია შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა დასრულდა და დაიწყო მარათონი. მან გაუშვა თუ საუბარი ამაზე, მაგრამ მე მგონი აქ ზოგადად მასზე როგორც პოლიტიკოსზე ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორც ყველა სხვაზე, ეხლა ჩვენ თუ ვართ კრიტიკის ქვეშ, რატომაც არა. რაც შეეხება როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, მე ჩემ გზას ვადგავ. მეცნიერებაში კარგად არის ერთი დიდი სტატია. მადიარზეც რო არის ხა დღეს საუბარი. ნახეთ, ერთი მონაცემი არის ასეთი, რომ მოსახლეობის 3% მაინც უნდა იყოს ჩართული აქტიურად წინააღმდეგობაში, რომ წინააღმდეგობამ გაიმარჯვოს, მე გავაზიარებ. ეს არის უნგრული ზუსტად შედეგიც. ჩვენ შემთხვევაში მე ყოველთვის ამას ვაკეთებდი. ანუ ის ხალხი, რომელიც სადღაც იქნება სენაკში თუ ზუგდიდში თუ დედოფლისწყალში, ვიცით რომ ჩავედი ლაგოდეხში.
გაბრაზებული ხალხის შემთხვევა ქალბატონო რელა. ამიტომ მე არ ვიზიარებ, რომ აქ წინააღმდეგობა არ არის და ხალხი გაბრაზებული არ არის. უბრალოდ ამ ხალხთან საჭიროა სწავლება და პირველი უნდა იყო ვიდრე ადგილობრივი გამგებელი. ბატონო ანა, სულ რამდენი წუთი დაგვრჩა და ბოლოს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეფასების საგანი გახდა და უკვე ამით დავასრულოთ. აბასთუმნის ცაზე დაწესდა შეზღუდვები, კერძოდ 16 აპრილიდან ძალაში შევიდა ირაკლი კობახიძის მიერ 7 თებერვალს ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც საისტორიოდ აბასთუმნის საჰაერო-ცის ნაწილს თვითმფრინავებისთვის კეტავს განისაზღვრა დაახლოებით 52 კილომეტრიანი სპეციალური ზონა, სადაც საჰაერო მოძრაობა იქნება აკრძალული. აი, დიდი აჟიოტაჟი ახლავს ამ ამბავს, არის ვარაუდი, რომ ეს უნდა უკავშირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს გამომდინარე იქიდან, რომ მისი ოჯახის საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ამ არეალში, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ამტკიცებს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, შემცირდეს საკონდენსაციო კვალის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი. რას უკავშირებთ მიღებულ გადაწყვეტილებას პირადად თქვენ, გითხარით თქვენი ვერსია. ესე იგი, ამას რა თქმა უნდა, დროზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. რატომ ახლა? რატომ არა აქამდე? ის დიდი ხანია იქ გადასახდა და შესაბამისად თუ საუბარი იყო რაღაცა მეცნიერულ შედეგებზე, ეს პრობლემა ჯერ ესეთი აბასთუმნის ლაბორატორია თუ ობსერვატორია იქ არსებობს საბჭოთა დროიდან კი არა და თუ არ ვწდები იმპერიული დროიდან. ანუ ეს პრობლემა აღმოჩნდებოდა მანამდეც. ახლა ეს უკავშირდება იმას, რომ ფრენა საქართველოს ცის თავზე არის ძე აქტიური. მთელი დასავლური თუ აღმოსავლური ავიაკომპანიები დაფრინავენ, მათ შორის საქართველოს გავლით ირანში მიმდინარე ომის გამო და სავარაუდოდ ეს გააქტიურება ხელს უშლის ჩვენს ერთპიროვნულ მმართველს. და მე მესმის ჩვენი ხალხის გაღიზიანება, ჯერ ესეთი ეს ერთპიროვნული მმართველობა და რაღაცა სულთნობა აბასთუმანში. ვიცით რა არის? ცხოველთა სურსათის სააგენტოს ისიც უნდა თქვა ახლა გამოქვეყნებული სასწაული განცხადება, რომ რაღაცა დღეებს აღნიშნავენ და ამ დღეების დიდი ნაწილი უნდა ჩატარდეს სასტუმრო პარაგრაფში, უნდა აღნიშნოთ. ისევ სასტუმრო პარაგრაფში რატომ უნდა დაიხარჯოს 100,000-ობით ჩვენი გადასახადი ვეტერინარების დღის აღსანიშნავად სასტუმრო პარაგრაფში. იმიტომ რომ ისევ ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში უნდა წავიდეს ეს ფული. და ამ სასულთნოების წინააღმდეგ არის, რომ ჩვენ გავილაშქრეთ, ხო, ეს არასოდეს ჩემი მხრიდან არასოდეს არავის მიმართ პიროვნული არ არის. სულ არ ისტორიულად გვაქვს ჩვენ პრობლემა ამ ტიპის ერთპიროვნული მმართველობის მიმართ. უფრო ძლიერი მმართველებიც ყოლია და იმათ აუჯახდნენ ქართველები. ხო? გადიოდნენ. ეს არის ჩვენი გენი, ჩვენი ჯიში და ჯილაკი. ამიტომ ეს პროტესტი და გაბრაზება, ესეთი გადაწყვეტილებების აჯანყებასთან ცოტა ფრთხილად უნდა იყოს ოპოზიცია, იმიტომ რომ შესაძლოა სწორედ აჯანყების დაანონსებაში იქნათ დადანაშაულებული ქართული ოცნების წარმომადგენლები და განსაკუთრებით ჩალვა პაპუაშვილის პრეზიდენტი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი მართალი ამ ოპოზიციაზე ასეთი სასტიკი რეპრესიული რეჟიმის დროს, როდესაც ჩვენ წინაპრებზე საუბარიც კი შეიძლება ჩვენი ისტორიული წარსულის გახსენების ბაზეც კი შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხი და ეს არის ჩვენი ქვეყანა. მადლობა ბატონო ანა, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენი სტუმარი ანა დოლიძეს ვამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვაოდით.